Qatari იზოლაციაშია. არაბული ქვეყნები ოფიციალურ დოჰას ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს. 6 ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტა და საზღვრებიც ჩაკეტა. ადრესატი მწვავე ბრალდებებს უარყოფს. რეგიონული დაპირისპირება, რომელშიც ირანის ფაქტორიც იკვეთება, უკვე აისახა ეკონომიკაზე. ირანის ხელისუფლებას შექმნილ დაძაბულ ვითარებას საუდის არაბეთში დონალდ ტრამპის ვიზიტს უკავშირებს. ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა, ტერორიზმის პროპაგანდა და რეგიონის დესტაბილიზაცია ამ ბრალდებებით 6 არაბულმა სახელმწიფომ ასევე მალდივებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ლიბია, იემენი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ყატარს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში და ტერორისტული ორგანიზაციების ალ-ქაიდასა და ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. კავშირების გაწყვეტის შესახებ პირველმა ბაჰრეინმა განაცხადა. ყატარელმა დიპლომატებმა ბაჰრეინის ტერიტორია 48 საათში უნდა დატოვონ. ბაჰრეინის სამეფო მეზობელი სახელმწიფოდან დიპლომატები გამოიწვია. ყატარი კვლავ აგრძელებს ბაჰრეინის სამეფოში ვითარების დესტაბილიზაციას და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ასევე აფინანსებს ირანთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს. საუდის არაბეთმა ყატართან საზღვარი უკვე ჩაკეტა. გადაწყვეტილებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგნაირად ხსნის. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რათა დაიცვას ქვეყანა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეებისგან. დაიხურა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სასაზღვრო ტერმინალები. არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლება ოფიციალურ დოჰას ტერორიზმისა და სექტანტური ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ყატარელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათს აძლევს. ეგვიპტე კი ყატარის ხელისუფლებას ისლამური ასოციაციის მუსლიმთა საძმოს დახმარებაში და მის ლიდერების შეფარებაში სდებს ბრალს. მთავრობის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს მოსახლეობაც. ურთიერთობები უნდა გავწყვიტოთ, რადგან ყატარი, თურქეთი და ირანი მხარს უჭერენ ტერორიზმს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. არაბულმა ლიგამ პოზიცია უნდა დაიკავოს. ლიბიაში ფიქრობენ, რომ ყატარი არაბული სამყაროსთვის საფრთხეს წარმოადგენს. ყატარი გარიცხეს არაბული კოალიციიდანაც, რომელიც იემენში აჯანყებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს. თავად ყატარის ხელისუფლება არაბული სახელმწიფოების გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს და გაუმართლებელს უწოდებს. მიზანი ერთადერთია, ყატარზე მეურვეობის დაწესება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა. ეს ყატარის მოქალაქეების ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ყატარის საზოგადოებასა და ეკონომიკაზე გავლენის მოპოვების ყველა მცდელობას გავანეიტრალებთ. სპარსეთის ყურისა და არაბული სახელმწიფოების ყატართან დაპირისპირებამ რეგიონის ეკონომიკაზე გავლენა უკვე მოახდინა. დაპირისპირებულ სახელმწიფოთა საფონდო ბაზრებზე აქტივების ფასი დაეცა, ნავთობის ფასი კი გაიზარდა. ჩვენმა ბაზრებმა ერთმანეთი დააზარალეს. სავაჭრო სესიაზე დილით ზეწოლა აღინიშნებოდა, ფასები დაეცა ყატარის აქციზებზეც, რამაც არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე ჩვეულებრივზე უფრო მეტად იმოქმედა. არაბულ სახელმწიფოებს უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოება. ფიქრობთ, რომ სპარსეთის ყურის საბჭოს ერთიანობა მნიშვნელოვანია. განსხვავებები მოლაპარაკებებით უნდა გადაწყვეტეს. არ ვფიქრობ, რომ ამას ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე რაიმე სახის გავლენა იქნება. უთანხმოება რამდენიმე დღეა აგორდა. ყატარის საინფორმაციო სააგენტომ ემირის ტამიმ ალტანის სახელით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ემირი რეგიონის ქვეყნებს თეირანთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. მეორე დღეს ყატარმა განაცხადა, რომ ინფორმაცია სახელმწიფო საიტზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად აღმოჩნდა. ერიაჩი განმარტება არ გაითვალისწინეს და ყატარის ტელეარხის ალ-ჯაზირას ინტერნეტ გვერდი დაბლოკეს. ყატარს ოფიციალურ თეირანთან მიმართებაში ნეიტრალური პოზიცია უჭირავს, ხოლო საუდის არაბეთთან გეოპოლიტიკურ კონკურენციაშია ჩართული. რეგიონული უთანხმოება კი ისედაც კონფლიქტურ ახლო აღმოსავლეთს გამოწვევებს უფრო გაუზრდის, ვიდრე შეუმცირებს.